და ორი ქართული ფილმი ოსკარზე წარსადგენს 9 ნამუშევარს შორის მოხვდა. ამერიკის კინოაკადემიის მიერ უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის შედგენილ სიაში ზაზა ურუშაძის მანდარინები და გიორგი ოვაშვილის სიმინდის კუნძული შევიდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ოსკარზე წარსადგენ ფილმებს შორის ორია ქართული, თუმცა საქართველოს სახელით ამჯერადაც მხოლოდ სიმინდის კუნძულია წარდგენილი. კოპროდუქციით შექმნილი მანდარინები კონკურსში მონაწილეობას ესტონეთის სახელით იღებს. ელენე ფირცხალაიშვილი მუშაობს თემაზე. ელენე, თუ აცნობილი კიდევ რაიმე დეტალები ამ დროისთვის? დიახ, ოსკარზე, როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, საუკეთესო უცხოენოვან ფილმის კატეგორიაში წარდგენილი 83 სურათიდან 9 საუკეთესო უკვე გამოვლენილია. ამ შორტლისტში კი ორი ქართული გვარია. პირველი ეს გახლავთ გიორგი ოვაშვილი ფილმით სიმინდის კუნძული, სადაც რეჟისორი ყვება აფხაზი ბაბუასა და შვილიშვილის ისტორიას და ამ ისტორიას რეჟისორი გადმოსცემს მხოლოდ კადრებით ფილმში მინიმუმამდეა დაყვანილი დიალოგები. რაც შეეხება მეორე სურათს, ეს არის მანდარინები, ზაზა ურუშაძის მიერ გადაღებული, რომელიც 90-იან წლებში ვითარდება ისტორია, თუმცა თავად რეჟისორი აღნიშნავს, რომ ეს არ არის ფილმი ომის შესახებ, ეს არის ერთ ჭერქვეშ მცხოვრები მტრების შესახებ ისტორია. დღეს ჩვენ ორივე რეჟისორს ვესაუბრეთ და მათი თქმით, ოსკარზე შორტლისტში მათი გვარის ამოკითხვა იყო მოულოდნელი სიურპრიზი. სულიად მოულოდნელი იყო, როდესაც ჩემმა გერმანელმა პროდიუსერმა გუშინდა მირეკა და მითხრა ეს რაღაცა ყვირო და რაღაცა კანკალებდა, ცახცახებდა, რაღაცა საოცარი ემოციები ჰქონდა. მე ვთქვი, კაი, დაწყნარდი, არა უშავს. კარგია, მაგრამ მოდი, რაღაცა უფრო ვიყოთ ესე. შვიდად შევხვდეთ ამ ყველაფერს. ეს გვაძლევს ძალიან სერიოზულ საყრდენებს მომავლისათვის და მე ვფიქრობ, რომ ესეც არის ერთი ძალიან კარგი დადასტურება იმისა, რომ დღეს ქართული კინო აღმავლობის გზაზე დგას და ვითარდება. ყველა ჩემს კოლეგას ულოცავ. ეს თვითონ ფაქტი, რომ თქვათ ამ 9-ში ჯერ ნომინირებული არა ვართ ოსკარზე, ამ 9-ში ორი ქართული გვარია დასახელებული, ორი ქართული რეჟისორი. აი ეს ფაქტია ძალიან მნიშვნელოვანი რაჭენია. გამით ესეთი აფარატული იყო, მე მგონი რაღაც ქართული კინოს ესეთი სერიოზული ტრადიცია აკეთებს ამას, იმიტომ თარი ადგილზე არაფერი არ იქნება და ის ორი ქართული რეჟისორია, ხო 9 კაცია შორტლისტში, ეს მე მგონი ამას ნიშნავს. ეს არის რაღაცა ალბათ რაღაც განსაკუთრებული ხედვა, ესე ვფიქრობ რა თქვათ რეჟისორების, ქართველების ეს დამახასიათებელია ჩვენი ფილმები. საბოლოო სია ოსკარზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში არჩეული 5 ნომინანტის 2015 წლის 15 იანვარს გახდება ცნობილი.